მოგესალმებით უხასო ტელემაყურებელს. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო გასართობ შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღების, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გააცინე ძაღლუკა რუსთავი 2.com. ან მოგძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5-ია, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერს, რომელიც მითითებულია თქვენს ტელეეკრანზე. ახლა კი დავიწყოთ თამაში. ძიმე არტილერია, ნიკოლო ზარაბიძე და კობა ბარათელი. ხოთ? შემოგძანდით. ძიმე წონა შემოვიდა დღეს იუმორის ძიმე წონა. ესე იგი როგორც კი შევატყობ რომ ამ ჩატდნენ მონაწილეები შემოდის ძიმე წონა. როგორ არტილერია? ეს ლექსით არ მოსულა. რატო? როგორ მოხდა ეგ? გადავინაცვლე. სულ ლექსით. დღეს ლექსით არა, სამაგოდ ბლანჟეტია მომბძანებული. სხვა შორს უხდება. დამჭა. არც იცოდი ხო? დაგჭა. იხდება. განწყობა როგორია? ნუ, კარგი, როგორც ყოველთვის. კარგი. კარგი. გავცემთ დღეს ფულებსა? ნაკლებად. ეს მინდა გაგახარო. შენ გასცემ ფულებსა? მე უფრო ნაკლებად? ნუ ბაბა მე არ მაქვს უფლება გავცე ფულები და ისევ თქვენი მეძია ხალხი. კაი, დაიკავეთ. მე რა უფლება მაქვს? მე ჩემს ერთმანეთს კაცია 3 ლილაკი მაბარია. ერთი არაფერი. ლილაკებზე გამახსენდა. სხვათა შორის 2 სიტყვი მინდა სანამ თქვენ დაიკავეთ თქვენს ადგილებს. ტრადიციულად ჯეიმს ბონდი წამიღო. აი, მომავალ გადაცემაში უკეთესად ვიტყვი რა. მოკლედ, ჯეიმს ბორდი. მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჟიურის წევრების სახეებს, ღიმილი არ გამომეპარება. 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი, წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ 1 წუთის ათვლა დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეცინა და გადის სეიფიდან ფულები. დავიწყოთ? დავიწყოთ. თუ გინდა არ დავიწყოთ, მაგრამ ჯობია დავიწყოთ. მომემზადოთ. ნახოთ დღეს რითი გაგვახარებენ, რა იუმორს მოვისმენთ და მაშ ასე. ჩვენი პირველი მონაწილე ზაურ მალაზონია, ამოდისმენთ. გამარჯობა. როგორ ძანდებით, როგორ? ხო, უმაღლეს დონეზე. ძალიან კარგი, ეგრე უნდა იყოთ. გამარჯოს, და ვახარ ბიჭებო. გაგიმარჯოს. ისანი? ხო, იღავი დათხრა, ხო? ო, რომელი? გაგიმარჯოს. მოიგეთ მაშინ თუ ვიყო ბატონო ზაური ჩვენთან ბრძანდებოდა? ირე მე ხა უცბად ვიცანი ქუდით. ქუდი. შლაპი. ერთი დადებით რაც შეიძლება ანკეტას გადავხედოთ გურული ბრძანდებით. დია. ნუ ეს პლუსი ალბათ. საქმიანობა გაქვთ, ნუ განათლებით ხატვარი ბრძანდებით, ხო? ანუ უმაღლესი განათლება გაქვთ მიღებული? ტექნიკუმ. დია. გასაგებია. ახლა ოჯახში დეკორატორად მუშაობ. საქმე რა არაფერი აქვს ახლა. ხანიკი დადაწევს, მაგიდას ხანაკეთ ალბათ. ყველაზე მხიარული ადამიანი, რომელსაც იცნობ. ნიკა არაბიძე. ეცვიც არ მეპარებოდა რომ შენ იქნებოდა. ხო და მე არ დაწეს არასოდეს და. კარგი, მოდი, ნუ გამოვსდით ჩვენი ტელემაყურებლების დამსწრე საზოგადოების და ბატონი ზაურის მოთმინებასაც და შეგვიძლია გადავიდეთ. კატავია შეძდა ძეხსა, კატაკია ჩვენი ვეღარ ვწევით. კატარაში. ლექსი დავწერია ყველა კომედი შოუს მონაწილეებს. ხო შეიძლება წავიკითხო. აბა, ეს რიგარეშე უნდა წავიკითხოთ, ანუ ხო თუ როგორ ეს დროში თუ დროის გარეშე. დავიწყოთ? დავიწყოთ. მე მანამდე ტრადიციულად უნდა აღვნიშნო, რახან პირველი მონაწილე ხართ, ვიცი რომ იცი წესები, მაგრამ მაინც. 5 წუთი გვაქვს. პირველი წუთი 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარი. წარმატებული წუთის შემდეგ თანხა შეგიძლიათ აიღოთ და წაბრძანდეთ. მაგრამ თუ გააგრძელებთ თამაშს და ვერ შეძლებთ მათ გაღიმებას, თანხას დავკარგავთ. რასაც მე არ გისურვებთ. მე მინდა რომ თქვენ მოიგოთ. წარმატებებსაც გისურვებთ. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთოთ რო? ჩავთოთ. 3 2 და 1. ფუნთუშა, ბიჭი შირიმე, კომედის შოუს ვარსკვლავო. ოხუნჯა დაბადებულო ვაშკაცო დავუღალავო. თქვენ გეგუთით მიგაბადო. ეს ჩვენი ბიჭი ნიკაშა დიდი ჯიგარი ბიჭია. მას თავიდანვე გამოღვა სმაჭამის დიდი ნიჭია. ჯამთელად ყოფნას გისურვებ. არ გამთარიყო ავადა. ქორწილში ხშირად გვენახე ნიკა პირველი თამადა. აჰა. იმ შენი გაგეგიმა ნიკოლას. ნიკაშა ძმაო, გაგეგიმა ახლა, გაგეგიმა. კარგია. ბატონო ზაურ 50 ლარი თქვენია. თამადო მარმინე ისე დავჯდები რა. ხო, შვენიერი დასაწყისია. ვაგრძელებთ ალბათ. გავაგრძელე. 3 2 1. იმ შენ შობელს ვენაცვალე, ვინაც გიმღერა ნანაო, ის თავის კალთით გაგზარდა ვარსკვლავში ისენაო.
ვენაცვალე მე თერჯოლას ნიკას კუთხეს ნაშირღელეს. ვენაცვალე მის დედიკოს და ნიკაშას გამჩენ მამას. გოდიში რითი ვერ მივატყე ბოლოს. ცოტა რითი რა მომარტო ბოლოში მაგრამ გამჩენ მამას, კარგია. შვენიერია. ახლა ის ლექსი გზერდება, ბიძები და ბიცოლები. თეითებს დავიდები ყველა. ბატონო ზაურ, 100 ლარი თქვენია. გადავდივართ შემდეგზე. გადავდივართ სხვა ნათესავებზე. შევიდა ლექსი. წინ 200 ლარი. კიდე ჩემზე რაღაცო? ხაზი არა, ხაზზე დამთავრდა. აგეწერათ ერთი ორი კუპლეტი. მოემზადოთ, ნახოთ რა იქნება. ჩვენ ამდიც მოვა. ობას ჯერიც მოვიდა. სამი შოუს მიჭე 5 წუთში რანაირად გინდა დროჩა დაუშვა და გამეცინა ყველაზე. რაფერ ჩაატევს 5 წუთში მაინტერესებს. დანარჩენზე ვიგულისხმე. გაუშვა. გაუშვა. 3 2 1 მიშა ანდღულაძეს. მიშიგო ქვია სახელად ანდღულაძე ხარ გვარათა. ქალების როლის თამაში თქვენ აირჩიეთ თავადა. სხვა ბევრ როლში თამაშობ. ამას არ უნდა დასტური. იხდება გძელი ჩოხა და თუ გინდათ სიტყვის კასტუმი. ლეხის როლშიც გამოდიხარ ვითომ გამოვდის ოფლია. სინამდვილეში გინახავს ვილკა ბარი და თოხია. კარგად იყავ მიშიგო შემდეგ დაგიძე რამდენსა სოფლიდან ჩამოგიდანე ჩოხა და ურის ადეს. ვახო ბიჯიგაშოს თურმე ვახოს გეძახიან მე მეგონე ვალოდია როგორ იხდება ძვირფასო მეგრელების პაროდია. უნდა დუბლიონგას იცვამ ნუ თუ მეტი არ გაქვს ტანზე განსაკუთრებით გიხდება შავი ქუდი ხუჭვის თმაზე. იხარე ჩემო ვახუშტი ტერს დაუბნელე თვალები შენმა როლებმა მოხიბლა საქართველოში ქალები. მითხარ აბარა ჯობია პურის ჭამა სუფრა გაშლილს. დამგრელი თუ დაგჭირდება დაუძახით ბიჭიგაშვილს. ძალიან გახარებული ვარ. აი ცინა გაიგიმა არაბიზეს სიცილის რა გითხრა და გაგიმება მე მაპატი ულვაშებში ჩაგეგმა. ბატონო ზაურ, გილოცავთ 200 ლარი თქვენია წინ 400 ლარია. აბა ეხლა რა შვებით? აი ლექსებია მაგრამ. არა, კაი ლექსები რომ მე ერთს ვიტყვი მაგას რა არ არის, კაი მე ძალიან მომწონს ეს ლექსები. ეს ლექსები და galaktioni. აქტია რომ ნიკოლოზი ამოვწურეთ. კობაზე არ გითქვამთ არაფერი. იქნებ გაჭრას. არა? რას მე ლაპარაკებთ? 200 ლარს დაკმაყოფილდე? ეწინა. დაღლილი ვარ, უძინარი ვარ. მატარებმა დამიბეგვა გვერდები ჩამოვღები. მოდა ძილად გავნარჩევ. ნიკოლოზ, მაშინ აღარ ვაწავოთ ეს ადამიანი. ერთი ბალი შეგიდეთ ჩვენ სახელზე აკეთეთ ან ლები. ისე ჩემზე ლექსი მაინტერესებს. ჩემზე ლექსიც იქნება, ჩემზე არ იქნება. აგიგეთქავთ კაცო. მადლობ. იცოცხლეთ. ბატონო ზაურ. კობაზე თუ გაქვს ლექსი? კობა ბარათელზე არის ლექსი? წავუკითხეთ რა ერთი, არ დავწყვიტოთ გული რა. ნუ ისეთ სახე მიიღო რა ერთი. და კობა თავისუფლად საგიმატებ 50-ს. მოდი ორი გუბლები. მე მგონი ეს ლექსები თქვენ გაქვთ მატარებელში გუშინ დაწერილი. და იქ მე მგონი ხო იცის რომ წააჯიკაო მატარებელი ბოლოში 8 რითმია იყო ცოტა. გამჩენ მამა იქ ძალიან მაგარი. გამჩენ მამას, ხო. კობა ბარათი. აბა. კომედი შოუ ზუსტადო ჩვენო კობა ბარათელო. უსაყვარლესი კაცი ხარ შემოგებო საქართველოს. შენ შემოგევლე კობიგო. გიბიანსა და გაბუას. ახლა ვოდავ გამიღიმე პატივინეთში ბაბუას. აპლოდისმენტები. ეგრესი უღლესი დაგობა. კარგად ვანერობთ ბატონო. კარგი გადაცემა მოგზანდი. ითამაშე მოიდი. ნახოთ აბა შემდეგი მონაწილე პოეზიით იქნება წარმოდგენილი პროზით, იგავ არაკით, რა ვიცი. ნახოთ შემდეგი მონაწილე გიორგი ავაკიანი. აპლოდისმენტები. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობათ. ბაკურიანიდან ბრძანდებით. წელს რაფასები იქნება ბაკურიაში? უამოვიდე. წელს სეზონი გაგვიგრძელდება. ხელოვნური თოვლი გვაქვს უკვე. ხელოვნური თოვლი? ხელოვნური თოვლი გვექნება. რა მაგარია? კარგია ხელოვნური თოვლი. ორ თვენახევრით გვიგრძელდება სეზონი. მოდი ამ ადამიანს უსურვოთ წარმატებები რა ხან ბაკურიანიდან არის. და დავიწყოთ მაშინ. დიახ. ბაკურიანიდან მე მგონი პირველად ყავს პირველად ყავს მეც ასე მგონია. რაღაცა უნდა ჩავიფიქროთ.
ტრამბლინან თუ გადმოხდა როდისმე. როგორ? ტრამბლინან თუ გადმოხდა როდისმე. მორბენალი ვიყავენ. ბაგურიაში რამ გადაგრიათ გაცვამ სირბილზე თხილამურებზე გეკატა. თხილამურებზე მორბენალი. თხილამურებზე მორბენალი არ გაიგია შენს. თხილამურებზე დგახა. ქიმია რო მე ხო ერთხელ დავდექი, სულ ორჯერ. არა, მე ერთხელ სნოუბორდზე ვიდექი. არა, თხილამურებზე დავდექი ერთხელ და შპაგატში ჩავჯექით და დავანებე თან. აღმოაჩინა რომ შპაგატი შეგიძლია. და შემხსნეს თხილამურები და დაახლოებით იგივე ისტორია მე მაღაზია გავიტანე სნოუბორდით ასე რომ მე ჯომოლონგმაზე ვარ თხილამურებით ასული. კარგი, მოდი ბატონ გიორგის. ასული ხო. კარგი, ბატონ გიორგის. ჩამოვა შემეშინდა მე. გიორგი ბატონ, წარმატებები. ბატონ გიორგი, წესები ვიცით? დიახ. შესავალი თუ პირდაპირ დრო ჩავთ? ჩემი დაწერილი ლექსები მაქვს. ანუ დრო ჩავწოთ ეგრევე, შესავალი არ გჭირდება. მოვემზადოთ წარმატებები გისურვებთ. 3 აბა 2 და 1. სანამ ხალხი ამთავრობის ცუცაძაგარს არჩევდა, მე ეს ბოლო 2 წელი ოცნებები დამჩენდა. რომ ახალი მინისტრები ძველ მინისტრებს კიცხავდნენ. დამატებით პრემიებს ბავშვთა ფონდში რიცხავდნენ. დეკლარაციის წერისას არაფერს არ მალავდნენ. ხალხზე ფიქრით, უძილობით სუმთად გაჭაღარავდნენ. რომ დიდ პენსიებს იღებდნენ ჩვენი მცხოვანი მშობლები, საათში 5 ლარს ითხოვენ ბარდელის თანამშრომლები. სოფლად ფერმერს უყიდია საკუთარი თვითმფრინავი. კუნამ კოპია ხარდაგეს. ლექსი ყველაზე ნაფიქრია. ყველაზე. ხო და არა. ყველაზე ნაფიქრია. პატარა დიდი ისეთი ყველა. კარგია. 50 ლარი თქვენია. ვაგრძელებთ ამას. გავაგრძელებ. გავაგრძელოთ. მოემზადოთ 3 2 1. სოფლად ფერმერს რომ ეყიდოს საკუთარი თვითმფრინავი, აჭარაში ყველას ჰყავდეს, ზოგს გემი და ზოგსაც ნავი. რომ მენაგვე ირუჯება თურქეთს, ანტალიაში. პედაგოგი მოგზაურობს რომში, იტალიაში. რომ ექიმი ეუნება შემსვლელსა და გამოვალს, ურეცეპტოდ შეგიმოვწმებ თქვენ შარდსა და განავალს. რომ ოს, აფხაზსა და ქართველს ერთმანეთის არ წყინდათ, საქართველო გამთლიანდა, საქართველო გაბრწყინდა. მე მინდა რომ ჩვენს უყველას ოცნებები აგვიხდეს, მხიარული ხასიათი არასოდეს წაგვიხდეს. ფირმა რიტუალი თქვენი მუდმივი და სანდო პარტნიორი, ეს განცხადება. ჩვენ ვარჩევთ როგორი კეთილი ლექსი იყო ეს ერთი. ხო, კეთილი ლექსი. განცხადება იყო ძალიან მაგარი. განცხადება საერთოდ თან განცხადებს განცხადება. რიტუალი თქვენის მე თქვა ეს განცხადება. ეს განცხადება. განცხადება კი არა. თავიდან კი ეს განცხადება. ეს განცხადება. კარგი, 100 ლარი თქვენია ბატონო გიორგი. აბა თამაშობთ 130 ლარზე. წავიკითხავ კიდე. განცხადებები მაქვს რამოდენიმე. განცხადებები. კარგია, 3 2 1. ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო ყავის მარცვლებს. ანარჩენებს გიგზავნით თქვენ. ინგლისელი სტუმარი. გუშინ ქართველებთან დავლიე, კინაღამ მომკლეს. დღეს ხაშზე დამიძახეს. ჯობდა გუშინ მომკვდარიყავი. დალიეთ კულა, კულა ჯამთველობა, ჯამთველობა ფულია, ფული ქალებია, ქალები შიცია, არ დალიოთ კულა. იყიდეთ წონის დასაკლები ჩაი, კარგად უხდება ტორტს. ჩვენმა მოკრივეებმა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 სიბრნის კბილი დაკარგეს. ნიკოლოზ კარგია. ბატონო გიორგი, 200 ლარია თქვენ. 200 ლარია თქვენ. წინ 400 ლარი. 200 იქნება კი. რას ფიქრობ, ვითამაშოთ 400 ლარი. მეტი იქნება. ლექსი მას დავიკითხავ. ვითამაშოთ. თამაშობ 400 ლარზე. ცოტა სატირალია. სატირალი გვინდა კონსუმერის იმის გავიცილე 200 ლარი. სასაცილო სატირა. 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 ვინ გუშელის ქვია? ერთ ვარიანტსაც შემოგთავაზებთ ისე, რა ვიცი. ხო არ ჯობია 200 ლარი ავიღოთ და ეს ლექსი ისე წავიკითხოთ. თუ შეიძლება მასე გავაკეთოთ. რატო გერიდებოდა? რატო გერიდებოდა? 200 ლარი შევჩერდეთ, თამაში შევწყვიტოთ, 200 ლარი დავკმაყოფილდეთ და ეგ ლექსი გვაჩუქეთ ისე წაიკითხეთ. აბა გისმენთ. ლექსი ქვია ვინ გვიშველის. ღვთისწილხვადირი საქართველო, დედარი და ძლიერია. თების გვაქვს და სუბტროპიკის, მაგრამ ხალხი მშიერია. კომუნიზმი დავამარცხეთ, ჩვენ გვაქვს დემოკრატია. ჩინეთს მხოლოდ 12 ყავს, ჩვენ კი 100 პარტია. შრომით დოვლათს კი არ ქმნიან, არც თეკლე, არც ამბროსია.
ქართველია თუ ოსია, ყველა პოლიტიკოსია. მინისტრები თბილად ზიან, ხრავენ რაც სახრავია. ჩვენი გლეხი ბირჟაზე დგას, ყანა მოუხნავია. არაფერს არ აწარმოებს, არც თბილისი და არც გორი. ტანსაცმელი ჩინურია, თურქულია პამიდორი. სამსახური ჩვენ არა გვაქვს, ოჯახს ვარჩენთ ვალებით. ჩემო კრედო და კონსტანტა, თქვენ კი გენოცვალებით. საბადოების ბევრი გვაქვს, ოქრო გვაქვს და მარგანეცი. ხალხი ბოროს გაბრაზდება, თუ კი ხალხსაც არ გაეცით. საქართველო ლამაზია, საქართველო ძლიერია, თაცა გვაქვს და ბარიცა გვაქვს, ხალხი მაინც მშიერია. ალექსები. კი ბატონო, უმრობებიც იყო 200 ლარიც გამომიდეს საერთოდ. 100 და 200. ჩვენ სახელმწიფო ხელოვნურ წოლს დაამატებთ. დიდი მადლობა აპლოდისმენტებს. არ გამზადებული. მაყოფილი ვარ გადაცემით. უნდა ცოტა მეტი მომეგო, რათა ეს ფული უნდა გადავრიცხო ავანტოს ბავშვთა ანგარიშს. დიდი მადლობა ყველა. ნახოთ, შემდეგი მონაწილე რას შემოგთავაზებს. არტურ გალიჩიანი. აპლოდისმენტები. სალამი არტურ. გამარჯობა, მოგესალმებით. საქმიანობა რესტორანი კოლხეთი. ბარმენ. ასე ბოთლების შეგიძლია დატრიალება და ფლაინგი? მას ფლაინგი ქვია. თუ სწორად მახსოვს ეგზომ. კი. შეძლებს და გვარად. თუ ყველაზე მხიარული ადამიანი რომელსაც იცნობთ, გივი სიხარბლიძე. მე წერია გეფიცებით ჩემს სიცოცხლეს ყველანი ისე მიყვარხართ როგორც 2x2 4-ია. ეს უკვე მაგრამ ბატონი ჩარჩა კობას ეს ჩვენ ხო ისე მიყვარს ფაყურებელი როგორც სინუს კვადრატ ალფა პლუს კოსინუს კვადრატ ალფა უდრის ერთს. გიჟდები ქიმიაზე. ბაბა მარტო პოეზია კი არ გიჟდები კარგი, ქიმიაზე. შეგვიძლია დავიწყოთ მე მგონი რა. შეგვიძლია დავიწყოთ. აბა წესები ვიცით, აღარ შეგახსენებთ, დარწმუნებული ვარ წესები ვიცით. დავიწყოთ პირდაპირ ჩავთოთ რო? დავიწყოთ ხო. მოემზადე, წარმატებებს გისურვებს 3 2 1 ორი სომეხი ერთმანეთს შეხვდა. ვა, გარი, რა ვახარტო? რავი, რიჩი ვარ ამბიშობს რა. ეს რა მაგარი საათი გიკეთია, თო? ეს საათი მამა ჩემას სიკვდილისთინ იაფად მომყიდა. ვაკელის სვეტკი გოგონა დედასთან ატირებული მივა. დედა, ჩემო ქმარმამცემა. როგორ კაცო შეინქვარი ხო მივლინებაშიაო? მეც ეგრე მეგონა. აკობარდიას ტელეფონი ურეკავს. მე გვარზე გამეცინე აკობარდია. კარგია. არტურ 50 ლარი შენია, ვაგზელებთ. რა თქო. 3 2 1 ჰეკუშა ხარ, არაბიძე, გიყვარ ზეხვი, ზეიკიძე. თქვენ რა გონიათ ბატონკობა თქვენთვის არა მაქვს ლექსი მომზადებული? კობიკო ხარა, ბარათელი, გამხდარი და მემზედველი. სომეხს ტელეფონი ურეკავს, მაგალითად მე. და შარჟი გაგიღებინო ბატონიკა. არა, მიზიდველი ვარ, მაგრამ აი ჩემი და ჩემი მოგონილია. ეხლა დაგეწყარა გამხდარი ვარ, მაგრამ გამხდარი სპეციალურად გამხდარი. კარგია. არტურ 100 ლარი შენია, კარგად მიდიხარ. წახო თუ რა არის. არტო? 3 2 1 სომეხს ტელეფონი ურეკავს, მაგალითად მე. ხო, ვაჩიკ, პრივეტ. რავი, ბიჭო, აი გადაცემაში ვარ, ვაფშე არ იცინია. кайფობ, თო თითქოს პანაშვიძე არია და ასვენები, აი. საწყალს, თო. ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ძალიან მაგარი ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ ეხა შავმაკატამ გადაირბინა და ეხა შორეულ ძმაკაცებად დარჩნენ. ანუ ჟარგონულად ჩერეს ძმაკაცები. ჩერეს ძმაკაცები. მეგრელი და სვანი ომში არიან. ნუ სვანი ეხა წინა ხაზზე მტერს ანადგურებს ერთ ამბავშია რაღაცა და მეგრელი დგას და ესე ესე ის და სვანი გაუჭედავს და მივა და რა იყო ბიჭო შენ რაჭი პროსტა ამათი დანახვა არ მინდა გეფიცები რა აი
აი, არ მიდოდა დამეჭირა, მაგრამ რა ვქნა დროა. არა უხდეს ესეთი. არა და კარგად დავიწყეთ, ზედასპიცაურ. კარგად დავიწყეთ. რაღაცა, უცებ, 100 ლარი იყო. კოლხეთი დავკარგე. დაბნევაც იყო. დაბნევაც იყო, დრო დახარჯე, ბევრი ფიქში, რაღაცეებში. არის აქ დგომა მარტივი არ არის ძალიან, როცა გიყურებს მთელი საქართველოს, ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ მე კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ რეპერტუარი, რომელთაც იყავით მობრძანებული, მე ანეკდოტებს გულისხმობ, ჩემი აზრით არასტრატეგიულად იყო შერჩეული და უკეთესად შეგვეძნო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ჩვენ გაქვს იმის პოტენციალი, რომ აქ უკეთესად გეხუმრა. ანუ ნიკა იმას გულისხმობს, რომ ყველა კარგი გაქვს, კარგად ყვები და კინაღამ გამეცინა მე მაგალითად. რაღაცები ვერ დავალაგეთ. ვიცი რა ანგარი, მე მე კარგად ყვებოდა და მეთქი აი ახლა იტყვის, უფრო საცილოს ახლა თქო და გავიდა. ვერაგი დრო. თუ ერთი წუთი ხო. არა უშავს. მე მჯერა რომ შენ უფრო დავაგდები, უფრო მოემზადები. აცი პოლიცი გამოსtildeებს მიიღე და კიდე გვესტუმრები ამ სცენას. დიდი მადლობა რომ მოხდი აპლოდისმენტები გავასწრე. აი ხარ. არა თავი. ძალიან კაი გადაცემა. დიდი მადლობა რუსთავ იორს, რომ ესეთი პროექტი არის. და რავი, შემდეგში უფრო მომზადები და უფრო მომზადებულად მოგიყვეთ მონაწილეობას. რა დიდი მადლობა რუსთავ იორს. ნახოთ რა სიზავს შემდეგი მონაწილე. დავით ალავერდაშვილი. ვაიმე. გიორგი ალავერდაშვილი. მაპატიეთ მე, მაპატიეთ. ჩემი სახელი და მამა ჩემის ამერია მივიღე რაღაცა ხდება ხო? მამა შენი, მამა ჩემი არ იქნებოდა. გაუჭირდებოდა. ძალიან გაუჭირდებოდა, მაგაში დაგეთახმებით კი ბატონო. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? კარგად შევკარგოთ, თქვენ როგორ ბრძანდებით? რა ვიცი, აი ესე რა, იმედი გვაქვს რომ იქნებ ვინმე დღეს 1000 ლარს მოიგებდესო, მაგრამ 1000 ლარზე მე არ დავთავ. 400? 400? 400 გვაწყობს. აბა? ლენინმა ხო იცი რა თქვა, ცოტა დაკმაყოფილდი. ცოტა დაკმაყოფილდი. პირველ რიგში მოგესალმებით. ცოცხლად ბატონო გიორგი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. ძალიან კარგად გამოიყურებით და მისასალმებელია რომ გაქვთ იუმორის ზნობა და ხართ ამის ხასიათზე. იმედია, ნუ ამას ვერ უნდა დამატო ხაბურთი და ამოედანი. ომის ფედერაცითან? სამამულო ომის, რა თქმა უნდა, ხო? არა, ავღანეთის. მე დავამთავრე მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი და მიგები გადამყავდა, გადმომყავდა. ანუ 79-80-იან წელს, ხო? 80-იან წელს. მაინც ყოჩახ მე ვერ საუბრობ. ყველას ძვირფასი ლითი რომ საქსოფონი. დიახ. მე საქსოფონისტი. ანუ ეს გეპეიჯაში უკრავდი მანამ თქვენ მოხვიდეთ. ანუ თქვენ უკრავთ საქსოფონს. კი, როგორ? ჯაზმენი. ძალიან. მე ბენი გუდმანთან დაკრული მაქვს, მაჩუკა კიდეც, კლარენტისის მუშტუკი. ესე იგი თქვენ საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ ცხოვრების. კი, მრავალმხრივი ვარ. გაიხარეთ წარმატებები, მინდა გისურვოთ თუ კი ბატონ კომასაც არაფერი აქვს. შეკითხვა შეგვიძლია ასევე. ბატონო გიორგი, წესები ვიცით. მე ექსპრომტად მინდა პატარა ლექსი გითხრათ, შეიძლება? რა თქმა უნდა. დიახ. ჟიურისკენ იუმორი დესანტივით გადასხი. არაბიძეს გააცინე, წამეიღე 1000. ა? დავიწყოთ ბატონო გიორგი. კი ბატონო. წესები ვიცით. დიახ. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთო დრო? მე ეს რა ქვია, ჩემი თავგადასავლები და ყურიოზები შეიძლება რა? რა თქმა უნდა, სასაცილო იყოს ეს ხვის დავასწავლოთ. ჩავთოთ მაშინ მოვემზადოთ წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ 3 2 1 ვაკეში დადიოდა 2 ავტობუსი, პირველი ნომერი და 40. პირველი დიდუბეში მიდიოდა, 40 მიდიოდა ნაკადვად. და ჩავჯექი პირველ ნომერში და მოდიორ და საჭადრაკო კლუბი არის ვერისბახში. იქ უნდა ჩამოვითხა, გაიღო კარები და მებერმა ქალმა ასე შემოყო ფეხი და აღარ მშეს. დედი გამატარე ჯერ მე ჩავალ მეთქი და მე შე. იშვილო 40-ია, არა დედი წლის თავია მე. პირველი ნომერი. ეხლა დირექტორი ყავდა ჩვენ და წიკე მიქონე ესე აკეთებდა ხოლმე. დილით მოვიდა, ვახტიორი დახვდა და გამარჯობა, ავიდა კაბინეტში, მოიხედა ესეც უკან გიზდევს. რას მომდეოდა? თქვენ არ მითხარით წამოდითო. როდის გითხარი? აბა ესა რო ქედი, ეხლა აქედან წადით.
კარგია. დაგაგდება კიდე. კარგი. ბატონო გიორგი 50 ლარი თქვენია გილოცავთ. წინა სილარია. ალბათ ვაგრძელებთ. ავაგრძელებ. მომემზადოთ. 3 2 1. სკოლის პერიოდში როცა ვსწავლობდი ქიმიაზე ძალიან ისე ვიყავი. ხო და ქიმიის ლაბორატორიაში ვარ და უნდა მივიღოთ გოგირდმჟავა. გურული კაცი ყავდა ლეონტი მასწავლებელი და ახლა 5 წუთი არ გავიდა და მიუტანე სინჯარა გოგირდმჟავის. ამეთქი მასწავლებელი. ჩემო ოროსთან მოწაფებ კაცო? თქვენ გაჯობათ სულ ყველას? ბაღნებო შეხედეთ? ნამდვილი ფერი, ნამდვილი. მალადე და კაფე ბიჭო, ჩამიშარდე ბიჭო, გაკვეთილში? ასეთი რამე იყო. ახლა მოკლეს ვიტყვი რომ დროში ჩავეტიო. ტელეფონზე რეკან გრიშიკა სახშია, ჯეჯერობით სახშია, მაგრამ ვენოკები уже გავიტანეთ. ნიკოლოს გაიგინა. ჯეჯერობით სახშია, მაგრამ ვენოკები გავიტანეთ. ვენოკები уже გავიტანეთ. კარგი, 100 ლარი თქვენია. მადლობა. ბატონო გიორგი, კარგად დაფიქრდით. რაღაცა რთულია ამათი გაცინება დღეს. არის გავაცინებთ. ეს ვერ არია ხასიათზე რაღაცა. გადაიღალნენ. დაიღალნენ ეთქვა, ეგეც არის, გადაიღალნენ. რა ვიცი. 100 ლარი გაგვწ, წინ 200 ლარია. გავაგრძელოთ თუ შევწყვიტოთ? გავაგრძელოთ. აბა 3 2 1. ქუჩაზე მივდივარ და გამოთავსებული კაფეს რემონტს უკეთებ. და დაბლა ფირნიშები ყრია. კელი, ელი და მუშებია და შევეკითხე რა არის ეს კელი ელი. აქო სალობიეს ხსნიანო და ელი კელი დაარქვეს. თქვა მამაცხენებულო მეუთხარი ქართული შესაძყვისი ანაცუა დაგერქვა დარჯობდათ. გავაგრძელოთ. კა მაშო ერაცხვირკვირი ჩამოგტირის კა. ჩემ ფირუზაი გლანდები მააჭრი. საწყალი ფირუზა არა აგბედი რა, როგორ უნდა და ბავშვები ყოლოდა. ნაკაი ქირურგი იყო, თქვია მაგას ექიმი. გლანდებს ცნობს ერთი შეხედვით. კარგია. მაგრამ დაღუპ ადამიანი. 200 ლარი თქვენია. საკვარისი. საკვარისია? შევწყვიტო? საკმარისი. ფულის გასაკეთებლად ხო არ მოვიდა. თქვენი ნება? არა, მე მოვედი. ღირსეული თამაში იყო, 200 ლარიც არ არის პატარა თანხა? მაშინ გაიგო სოიფი და გამოლეთ მოიცა ბატონო. პენსიაზე მეტი. პენსიაზე მეტია. აიგო შევსე. იმზადი და გამორთ თქვენი 200 ლარი ბატონო. ზაპროუპაში, მაგრამ მე აღარ გადათვალეთ. იაპონიაში რო დაითვალო ფული მოლარის წინ. დიდი შეურაცხყოფა. მაგრამ საკმარისი მიწის სახში და აკლდეს დაუშვათ 5 მაეთი არ 10 მეტი. მოდიხარ აქ და 5 მეტი. მიწუჩი. მას არა სამეყანა იაპონიაში და ორჯერ გადავიდა. საოცრება რა. ორჯერ გადავიდა. თუ მეტი გადავიდა, იმეც მოუტას მოლარ და თქვა გადაგაცეგრი არ არის. რა იაპონიაში საფრთხე აგერ. ჩვენთან. აიხარეთ, ურმესი მადლობა. კარგად ბრძანდებული. აპლოდისმენტები გავასწროთ ბატონო. მომეწონა გადასცემა იმდენად არნეთაც თვითონ განწყობა, საერთო განწყობა კარგი იყო. ჟიურის განწყობაც კარგი იყო. არ იყო ტენდენციური, სამართლიანი იყო. იუმორის რასაკავშირია მე რო არ შევახვი სადაც ვითო რომ კარგი გზნობა აქვს. შემეძლო კიდე ბევრი რამე მეთქვა რაღაც, მაგრამ ვამჯობინე, ვიცი, დროზე წასო. ესე ჯობია. 200 ლარი მოვიგე და საკმარისი. პენსიაზე მეტი არის უკვე. ესეთი ჩემი აზრით ზოგიერთი ადამიანი იქცევა სტრატეგიულად. მე ამას მივესალმები. შეიძლება 200 ლარი წაიღოს დღეს და დაკმაყოფილდეს ამითი. არის კარგი ესეთი გადაწყვეტი, როცა თვლი რომ რაღაც ისე არ გამოგდის, რაღაცა ჟიურის უყურებდა რაღაც უფრო იზრდება შესაბამისად, ხო ჭირს უფრო ჩვენი რაღაც. მოკიდა ადამიანი 200 ლარს ხელი და წავიდა. თვითონაც კმაყოფილი და ჩვენც რა თქმა უნდა კმაყოფილები დავრჩით. ფული შეგვჭა, თამაში შეგვჭა. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ასევე.
რომ აი ესე მოიგო და თან მოიქეცეთ ყველა მონაწილემ სტრატეგია საჭირო. ნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზამს. დიახ. კახაბერ ჩიტიშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო კახაბერ კასპინა მძანდებით. ვახო დაგხვედროთ და ხა კარგი იყო რა მაინც იქ. ჯობია. იურში, აი. კი ბატონო. საყვარელი სიმღერა. აბა? როცა ვთქვი ყველა სიმღერა კარგიაო. სტრატეგიული კი ბატონო. ყველაზე დიდი სიმართლეა კი. მანქანა აკად ხო? მანქანა აკად. აღარ. ვიდო არის აბა საყვარელი ისა ყველაზე ძვირფასი ნეთი მართვის მოწმობა აქ. მართვის მანქანას ვაყავდეთ მაშინ ის იქნებოდა. საყვარელი ანდაზა ხერხი ჯობია დრუჟბასა თუ გაქვს გალესილიო. თუ კაიალესილია. როგორ ჩვენი ბაბა იტყოდა ხერხი ჯობია დრუჟბასა. რა ვიცი, მე წარმატებები მინდა გისურვოთ ბატონო კახაბერ, თუ კი ბატონო კობას არაფერი აქვს შეკითხვა, შეგვიძლია დავიწყოთ ხნათ თესვა. დავიწყოთ ბატონო კობა. დავიწყოთ. ბატონო კახაბერ, წესები ვიცით? კი. შესავალი თუ პირდაპირ დრო ჩავთ? პატარა შესავალი. აბა გისმენთ. ეს სკლეროზი ცუდია, რა თქმა უნდა და დედაჩემს რომ დაემართა იმაზე მაქვს რაღაცეები. გასაგები. ჩავთო. 3 ნიკოლას სახე. 3 2 1 დილით ადრევე უნები, ლია, ქრისტიანს გამეთქი და ისე მჭილიგეცე შენა, საიდანაც მოიგონებ ხოლმე. კუკლის თავი მივეცი პატარა და ჰავაში ჭამე მეთქი, თმები არ აქვს. თავიდან ხო ორი კბილი გაიგდებინა, სანამ ღრძინდა სისხლი არ წამოვიდა, ხო არ გამოვართვი. ერთხელ ბადრიჯანი მივეცი, აჰა. რატო. თუ ეხუმრები დედას ასემ წარეთ. კარგია, 50 ლარი თქვენია. მაგზერეთ აბა. მოიზადოთ ნიკოლას სახე. 3 2 1 ბადრიჯანი მივეცი ერთხელ, აჰა, კიტილი ჭამე მეთქი, ჭამა და ბოლოში ჩავიდა მეთქი. რა მოშვებული კიტია, ძველი ხო არ იყო. ერთხელ კივი მივეცი, კაი დიდი მოზრდილი კივი და შიგთავში მესროლა. უმი კარტოფილი დედაში საჭამეიო. ჩემო ცოლმა საჭმელი აჭამა და დაუსხა, აი აბანავა რამე ყო, შენ გენაცოლე, შენ ჭირი. რა კარგი გოგი ხარ გქოთ. არა ახლა ჩემი ნაბოზარი ზალი იქნებაო. დილი წაისვი. ვარა მაგარია. აბა ჯერზანო მომილიყო. აია. ბატონო კახაბერ, 100 ლარი თქვენია. კარგად მიდიხარ ძალიან. ვაგზავნოთ. კი. აბა მოებზადოთ. 3 კობა. 3 2 1 რამდენჯერ გიღალატია შენი ქმრისთვის მეთქი. მე ხო ვაფშე ვერ ამცნობდა. გულითაც რომ მდომნიყო რა იგიჟის ხეში რა გაბედავდაო. ერთხელ ფარდა გავწიე ჩუმა და ვეუნე ლია, ბოზო. მოვიდა ჩემი ბიჭი გაგაბოზეს კარგათაო. მეზობელმა გაზის ბალონი დგე გარეთ და პადიაში რა. გასულა დედა ჩემი კაბა ჩამოუფარებია კროხი და ზიზე და რა ვერ დატენე მეთქი. დედა შენი მოვიდა იმან კარგად იცის დატენოი. ერთხელ ხელი უდესტოზე თითებში ურტყავა. ნიკოლას გაჯერა. 200 ლარი თქვენია. 200 ლარი თქვენია, მაგრამ ისიც უნდა თქვა, რომ 56 წამი იყო. წინ 400 ლარია. თამაშობთ? თამაშობთ. მოვემზადოთ. 3 2 1 მეზობელთან ერთი კაცი დადიოდა, მოაყენებდა ღამის 2 საათზე, აპიპინებ რასი რა აღარ მაძინო. გავედი ერთხელ და უთხარი, ჩაუწმეთ შუშასა. დავიხელ დაახვი ეკეთებ. რეინა ხარ, რა გინდა? იმ ქალის ბოზიშვილი ვარ მეთქი, ყველაფერი ვიცი მეთქი, წადი მეთქი ახლა აქედან რა. 20 წელი ის კაცი თვალით აღარ მინახია. გლანდების ოპერაცია რო გავიკეთე, წერდნენ უკვე სამონტოფოდან და დედა ჩემს ემუნები, ახლა ხო იცი ამის მერე სულ თეთრეული უნდა ჭამოსო. გამისკდა გული, თურმე თეთრეული მყერსა, მაწვასა, ხაჭოსა იმას ქვია და. მე მეგონი თეთრეული ჭამო გადასაფალი მიერთო. მე ვთხარ ნაგლეჯლარი არ შეიძლება მეთქი. ხატვის თავისუფალ გაკვეთილზე ესეთი წრე გავავლე და ზემოდან ესე გავუკეთე და მასწავლებელი მითხრა რადგან შეერდიო მოურჩი მეთქი რა არისო გადატეხილია ნაგლელი მეთქი. კარგია. რამდენი გვაქვს? რამდენი გვაქვს და 400 ლარი. ბოლო წუთი 1000 ლარი.
აი ახლა უნდა დავფიქრდეთ. დაკარგვა არ ღირს 400 ლარის. დამეთანხმდა 1000-იც კარგი. მაგრამ 1000-იც რო კარგად ჟღერს. 1000 ლარი მეტია 400 ლარზე, თუმცა მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ 400 ლარი მეტია 0 ლარზე. კი ბატონო. რას იზავთ ბატონო კახავი? კარგი თამაში რო იყო ფაქტია, 400 ლარიც გვაქვს. პირველზე გავჩენე. ანუ წავიღოთ 400 ლარი. აი სტრატეგია რას ნიშნავს? აი ესა ჭკვიანი თამაში. გაიგო სენ. აპლოდისმენტები გავაცნობ. მაგარი გადაცემა გააცნია მოიგე ფული, ჩვენც მოიგეთ. დიდი მადლობა რუსთავი. მოდი, ჯერ დავთვალოთ დღეს რა გავეცით. 400 ლარი 1, 200, 1000 ლარი გავეცით. 202, 203. 1000 ლარი გავეცით. კი ბატონო. ერთი კაცის 1000 ლარიანი თამაში, მაგრამ 4 კაცზე გადატყდა ასე ვთქვა. არა უშავს, მაინც სოლიდური თანხაა. რა სიტყვით შევაჯამოთ ბალემ გადაცემა? კი ბატონო, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. მე პირველ რიგში დავიწყებ ტრადიციულად და მადლობას გადავუხდი ყველა ადამიანს. ჩემი აზრით დღეს იყო ის კატეგორია მოსული, რომლებმაც რაღაც გაითვალისწინეს, რაღაც ჩვენი ნათქვამი და ვინც შეწყვიტა დროულად თამაში, როცა იყო საჭირო მაშინ ზოგმა 200 წაიღო თუ 400 წაიღო, როგორც წეგან ბატონმა კომონთქვა 0 ლარს 400 ლარი ჯობია. ეს იყო სტრატეგიული დღე. კი ბატონო, სტრატეგიული დღე. და იყო ძალიან კარგი ადამიანები მობრძანებული, ბაგურიანიდან მყავდა სტუმარი. პირველად იყო ბაგურიანი დღეს. კი ბატონო, ბაგურიანი იყო წარმოდგენილი და ძალიან კარგად სხვათა შორის. თამაში დავოსიდან მოვასწრე. და ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, ჩემი აზრით დღეს იყო ძალიან საინტერესო გადაცემა. მართლა დღეს მაყოფილი ვარ მეც. იმაზე დამწდა გული. არტურზე, ბარმენზე. კი, არტურზე მეც დამწდა. აქვს რა. სისხლში აქვს ის იუმორის. თუმცა რეპერტუარი იყო ჩემი აზრით არასწორად შერჩეული. მე რა შემიძლია დავამატო ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა რომ ხართ ობიექტურები, რაც თავარია. დიდი მადლობა რომ თქვენ იყავით ჩვენთან ერთად. მე კი გავიმეორებ იმ ადამიანებისათვის, ვისაც უნდა რომ მოხვდეს ამ გადაცემაში. 3 გზა არსებობს. 1 უნდა გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინეთ zaglukarustavi2.com. მეორე მობრძანდეთ ჩვენს მისამართზე სანდროეულის 5-ია, ან დაგვირეკოთ ჩვენს ტელეფონის ნომრებზე, რომელიც მითითებულია თქვენს ტელეეკრანებზე. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.